Beatbox-ი თავისთავად პერფორმანსია, რომლის დროსაც მთელი ყურადღება მსმენელს შემსრულებლის ტუჩებზე გადააქვს. ინტერპრეტაციები ამ შოუს ნაწილია, თუმცა ჩვენთან სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება. Beatbox-ის საყვირის, ფლეიტის, კლავიშის და სხვა ინსტრუმენტების თანხლებით. სრული იმპროვიზაცია და დიდი მუსიკალური ფოიერვერკი. მობრძანდი ჩვენთან ერთად. გუგაჭონია. ჩვენ მაყურებელს ძალიან კარგად ახსოვს ეს ადამიანი. დაუცილებლად მინდა თქვა ერთი რაღაცა. ერთი ეგეთი კაცი მინდა პარლამენტში. კი, საერთოდ ყველანაირი ოპოზიციის და იმის გარშე ამღერებდა თელ პარლამენტს, ყველაფერი დაალაგდებოდა ჰარმონიულად. სდომად საინტერესო მაყურებელი იქნებოდა. მობრძანდი ჩვენთან პარლამენტში გიხოს. და ესეთი ხალხიანი იქნებოდა. გუგა პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოხვედი კიდევ ერთხელ ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ის ყველას ძალიან კარგად ახსოვს, იმიტომ რომ ძალიან დასამახსოვრებელი იყო და ამისათვის განსაკუთრებით დიდი მადლობა. იმიტომ რომ ძალიან დიდი ბედნიერება შემოიტანა ეხა ამ წამს მარტო ადამიანმა და სწორედ ამ ტექნოლოგიაზე მინდა რომ ორი წამით მოვიყო ჩვენ მაყურებელს, იმიტომ რომ შევა ვერ ხვდებოდეს რომ ეს ერთი ადამიანი აკეთებს და სემპლავს ამ ყველაფერს და თავის აკომპანემენტს თვითონ არის და მღერის. ორი სიტყვით მოვიყვეთ ჩვენ სარკმელიდან ჩვენ მაყურებელს შენ რა საოცრებებს აკეთებ. მივესალმები თქვენ მაყურებელს თქვენ. ანუ ეს არის ბევრმა არის სხვათა შორის ანუ სულ მაგას მეკითხებიან ანუ ეს წინასწარ ქონდა ჩაწერილი თუ ანუ როდის ანუ კიდე გაქვს ხმები რაღაცები გაშვებული თუ ანუ ეხა და ეხლაც არის ეს ანუ ძალიან ბევრი აკეთებს ესეთ რაღაცას და ვერ ხვდება ხალხი რა არის გონია ზოგ ჩართულია ანუ ეს აპარატი არის live loop-ერი ანუ ცოცხლად წერს ხმებს ანუ რაღაც ბიტი თქვა გავაკეთე
ამას ჩავწერ, გავუშვებ. მე იმეორებს. აი ახლა იმიტომ ესეთ მარტივი კომპოზიცია ავარჩიე, რომ ნენელა რომ ემატება ხმები მაყურებლისთვისაც რომ ადვილად იყოს მისახვედი თუ რას. მოკლედ დაგიხმარები და მინდა ჩემ მაყურებელს აუხსნა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არის ადამიანი, რომელიც თვითონვე არის რითმი, თვითონვე არის ბასი, თვითონვე არის მრავალხმიანობა და ეს ყველაფერი ხდება ამ წამს ეთერში. ეს არაფერი წინასთან ჩაწერილი არ არის რა. ჩვენ რაც ახლა ვიხილეთ და მოусმინეთ, ეს მოხდა გვიან შუადღის ეთერში პირდაპირ, რასაც უსმენდით. ცოცხალი შესრულებით, რაც არის ძალიან ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ცოცხალია მოყვება თავის ბედნიერების რაღაცა ხისტადეკრეარი. იმიტომ რომ როცა იქვე იქმნება რაღაცა, იმას ახლავს ისეთი ენერგია, რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი ჩანაწერი რა. თავისთავად. და შენ პროექტებზე მინდა 2-20 სიტყვა გითხრა. აი იგივე შენ ტექნიკაზე, რომელსაც შენ ხმარობ, რას აპირებ თუ არა რაღაცა სოლო კონცერტის გაკეთებას? ანუ და რა მომავალი აქვს ამ სფეროს საერთოდ საქართველოში რა? საქართველოში ნელი ტემპებით, მაგრამ ნუ მაინც ბიტბოქსი, ზოგადად ბიტბოქსი ნელა მაინც ვითარდება, ასე ვთქვათ, ხედავს რაღაც შოუებში და რაღაც პერფორმანსებში ხდება ბიტბოქსერი, მაინც უკვე ასპარეზზე ჩანს და ეხლა ვცდილობ მაქსიმალურად უკვე მუსიკალურად განვითარდე, ასე ვთქვათ, ცალკე ბიტბოქსი და ვოკალი არაჩვეულებრივი გუგა მოხიბლები მე არ დამამხდება ჩვენი ეთერი, როდესაც სპონტანურად ჩვენ ეთერში მოხდა რომ GDS-ზე შუადღეა თუ გახსოვთ ხო და იქნებ რამე ეგეთ ხარ გავაკეთოთ დღეს როგორ არის ჩვენი სლოგანი GDS-ზე შუადღე გვაქვს გვიანი ზის ჩასვლამდე უნდა იყო მზიანი. მოდი გავაკეთოთ რა. ჩავიწერე მაგ ტექსტს. მე ჩამწერე. როგორიც გამოვა ისეთი გავაკეთოთ. მე ჩამწერე და გავაკეთოთ. მოდი. ესე იგი გრძელდება პირდაპირ ეთერში ექსპერიმენტების დღეა დღეს ნამდვილად. როგორ მიყვარს ისე ბიტბოქსი როცა გეთქვი სულ იმპროვიზაციაზე მიდიხარ. დავუპო? ხო, ჯერ გამილუპე, მე მაგიდან ზემოდან ვიტყვი. როგორ ქვია ამას გაიგე თურმე? გაუპვა თუ რა? დაუპვა. ლუპი. ესე იგი შევამზადებ. აბა ბიჭო, მზად ხართ? რითი ვიწყებ? სლოგანი მახსოვს, დედას ფიცავა. ერთად გავლუპოთ, დავა, შენ დაიწყე. დუმ. ეხლა მე. GDS-ზე შუადღეა გვიანი ზის ჩასვლამდე უნდა ვიყოთ გვიანი 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 GDS-ზე შუადღეა გვიანი ზის ჩასვლამდე უნდა ვიყოთ გვიანი
შასვლამდე უნდა ვიყოთ მზიანი ერთად GTS-ზე შუა დღეანდიანი მზის შასვლამდე უნდა ვიყოთ მზიანი წავიდე GTS-ზე შუა დღეანდიანი მზის შასვლამდე უნდა ვიყოთ მზიანი ახალი საუნდტრეკიც გვაქვს. ახალი საუნდტრეკიც გაჩნდა გვიან შუა დღეში. დიდი მადლობა ჩვენ მუსიკოსებს. ძალიან გვიჭირს სანამ გავალთ ეთერიდან, მინდა რომ შენ აი ესე რა, შენებურად დაემშვიდობო ამ ბლოკის ჩვენ მაყურებელს, იმიტომ რომ შემდეგ ბლოკში გველოდებიან. აჰა. რამე გავუკეთე ისეთ საოცარი. როგორც ყოველთვის პრინციპში სულ საოცარია. იმიტომ რომ ეს იმპროვიზაცია. ეს იმპროვიზაციების ბლოკია, ამიტომ რომ ყველაფერი შეიძლება ჩვენ დღევანდელ ეთერში. გუგა გთხოვთ. გუგა გთხოვთ. შეგიძლია შენ დაიწყო დათო. პაუზა რო შევავსოთ, დავაი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ ჩვენც ამ ყველაფერთან ესე ახლოს ვიყავით. ხო, ჩემ მაყურებელს მინდა უთხრა რომ ეს არის დასაწყისი ახალი სიცოცხლის ჩვენს ეთერში, რომელიც გაგრძელდება და ბევრად უფრო მეტი სიურპრიზით იქნება სავსე. მადლობა ჩვენ მუსიკოსებს, ვინც იყვნენ ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. გელოდებით კიდე ძალიან ბევრჯერ. მოდი ჩვენ ცოტა ხნით შევისვენოთ. შემდეგ ბლოკშიც დავბრუნდებით ძალიან საინტერესო სტუმრებით, ასე რომ დაგვემოდეთ. დიდი მადლობა. აი ხარი. დავიშალე.